ჩემი ბოლო სიტყვები არის ის, რომ რაღაც მიჩალიშებს თუ რა. დანა ეს? აუ, კიდე იმაში ჩავხერა. გამوارتوي დანა. ჩემი ძმა. ხელში მომე, ხელში. ჯამში ქენი. რა. ერთად ვცადოთ, ერთად. სად ვიყავარ? პროსი. აი მაიონეზი რო აკლია მაგიტო. 1 2 3. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მართა და მანანა ვიქნებით ყრუ, ბრმა და მუნჯი და გავაკეთებთ პიცას. ამ ჩელენჯს დიდი ხანი ელოდით, ჩვენ გვაქვს პირველი ნაწილი გადაღებული, ეს არის მეორე ნაწილი და დღეს გამოვაცხობთ პიცას. ახლა დაგვირიგებენ ფურცლებს და გავიგებთ თუ ვინ იქნება ბრმა, ვინ იქნება მუნჯი და ვინ იქნება ყრუ. და არ დავიწყეთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის გავფი. დავიწყეთ. ერთად ნახოთ სამივემ, ძალიან საინტერესოა, როგორი პიცა გამოგვივა მეგობრებო, არ გაინტერესებს? აი 3 2 1 მუნჯი ვარ! ბრმა. ანუ თვალებზე უნდა ავითვარო? გაიგო? ანუ ეს უნდა გავაკეთო. აი მან შენი ბოლო სიტყვები გითხარი და დაგონშვიდო. ერთი სამწუხაროდ მე აღმოჩნდი მუნჯი, ეს არ მინდოდა მე, თუმცა სხვა რა გაიწყობა ჩემი ბოლო სიტყვები არის ის, რომ გამოიწერეთ ორი ერთნაირის არ. კიდე გინდა? კიდე გინდა? ჩაიკოზე? აი, სოფი მოვდები მე. ვახ, და ვერ ხედავ ნახდოთ. კაია. სოფო თვები გლახათ ხო არ მაქვს? აი, წავიდა რა შვებით, აბა სად ვარო? აი, ვაცხობთ პიცას. მოგეტა რა გამოვა? მოკლედ გელა იმას ქენი. ეხლა გადმოიღე ცომი, აი აქ ხდებს, ნახე. ხო, აი. ეს არის ცომი რასაც? ჯერ ეს დავყაროთ ბარემ. მიდი. რა, ეს ქველი უბრალოდ გადმოიღე. გადმოიღე. მიდი თუ ცომი. თლიანად. მიდი ახლა გავბრტყელე. აუ, ცოტა ფქვილი არ უნდა, აბა. გასაბრტყელებელი, ფქვილი არ უნდა? გასაბრტყელებელი. ფქვილი არ უნდა? ვაიმე. ცოტა ფქვილი. მან რამდენია? გავბრტყელე ახლა ამით. მე ვიცი, კაი პიცა და ჭამე. და ამით ვაბრტყელებთ? გავბრტყელე. რა? ეს ფორმა კაია? ნახევარზე უნდა გავუყოთ ახლა. შუაზე უნდა გავყოთ? დანით უნდა ვქრათ და ვინმე სხვა მქნას. მანანა იზამს. ხალ გაწიე? კაი. რა ხდება? ეხლა წადი და იმას ქენი, გააბრტყელე. სად წავიდე? მიდი. კაია? და გავუკეთე გულის ფორმა. გულის ფორმა რანაირად? ეცადე დაგეხმარები. თუ. მართაზე რომ ბიჭო, რა ველი. აბრტყელე. მე შენ ვერ ლაპარაკო. ცოტა გვერდით ეხლა. კაი, შენი. ცოტა გვერდით. სად გვერდით? ესე? კაია? გააბრტყელე. ცოტა გვერდით კარგად. მიდი ახლა ცოტა თქვენს ქენჩას დავიღალე. გელა გამოჩნდი კადრში. არ ვარ? რა ხდება? რა ეტაპი? ეს რა არის? მაგიდასთან ვარ? რას მიშალიშებს თუ რა? კამერა ესია თუ ეს საიტა? საით? გელა არა. რა, მან შეხო გესმის ჩემი. ცომი უნდა იყოს ძალიან თხელი რა. გაიგე, კარგად დააბრტყელი. და მე უნდა მოვასხათ ის რა ქვია, კეჩუპი. გაბრტყელა? რა ეტაპია? რა? გულის ფორმია პიცას ვაკეთებ? რა ხდება და? ეხლა უნდა დავასხა მე მაიონეზი და კალმა. რა ხდება? ეს რა არის? სად დავასხო პიცაზე? აჰა, იქ ნახე როგორ ეს არის? ეს რანაირი ცომია? გვალი რატო არა? გულის ფორმის პიცას ვაცხობ? კაი. ის გვინდა, კოუზი გვინდა, რომ ამას რო დავასხავ, რომ იმას ქნა რა. კოზი? კაი, ვასხავ აქ და ეს რა არის? ეს რა? აი, აქ დავასხა, კაია? რა? ეს მინდი ანუ. ბევრია? ან კეჩუპი მორჩა? მიდი შენ დას. გელა. რა ხდება, აბა? მოკლედ გელა ეხლა ეს არ ვიცი რა უნდა უქნათ. მოიცადე. ეხა რას ვაკეთებთ, მითხარით? რას ვაკეთებთ ეხა ამიხსნა? მე არ მესმის არაფერი. მართას უთხარი რომ ვკითხულობ რაღაც. მოკლედ გელა ეხლა პომიდორი დავჭრათ. ხო. მარა ჯობს მანერამ დაჭრას. გადაანაწილეთ კეჩუპი იმაზე, კარგად? არ მესმის. მაჩვენე ხელებით რამე? აი არ გინდა. რა არის ეს? იმას ჩავა. სალფეტკი გვინდა. იქ რა არის? რას მიშვა? გაუხეში ხარ. კაი, წავიდა, რა ხდება? დანა ეს? კაი, დაიცა. კატა? პამიდორი, ეგე პამიდორი, რა ზედევს? დავჭრა? დო
გოგო, გამოართვი დანა. ხვალ ჩავაპიტინო. გამოართვი გოგო, დანა. რა საკეთებ? რა. თითი არ გაიჭრა. არა, მე კარგად. აი დაჭერი ახლა პამინდორი დანასთან ვარ მოთამაშ. ყველი ჩავხეხოთ მაგამდე. მართას დააჭრევინე და მე ყველს დავხეხავ. You're a gonna tell me by some people. ეს ვინა? კატი. ესა? როგორი კონუსის ფორმა ქონდა? აუ, კიდე იმაში ჩავხე რა. არ უნდა მითხრა. აუ, თავარი და ის რა მაიონეზი არ უხდათ. მომეყველი. ყველი უნდა მოვახეხოთ რა. ანუ კარგად ის რა. აუ, რაღაცა მედება, მგონი კატაა, ხო? მომე რა ხელში კაცი. დაუჭრა ეს, მოიცა. მომცემ ყველს. რა ხდება? რა ხდება? მომეცი. აუ, შევწუხდი ყველი რატო ვერ მომეცით? ეს ვინა? რა? ეს რა? პამიდორია? თუ ყველია ვერ ხვდა? დავაყარო? ესე მოვაყარო? ეს რა არის? ეს რა უკვე? დადე აი აქ. დავყარო? ან ნახე, უნდა დაყარ მთლიან პიცაზე. აქ არა. მე რა ვიცი რა გინდათ. ცომი დაფტყელდა, კეჩუპი მოესხა და პამიდორი დაიყარა. კაი, ეხა ყველი გვინდა რომ დავხეხოთ. გინდა რამე? ყველი დამახეხინეთ ერთხელ და სამუდამოდ. მოდი აქ ბეკონი უნდა დავადოთ. აბა ბეკონი. მანე ნახე შვება მაგას. ხო, კაი, მე ყველს გავხეხავ რა. ჩემი ძმა. რა ხდება თო? შვიდობა. მიყვარს. რა, უნდა დაჭრა ხა ამოიღე ბეკონი. სულ? აჰა, მოვი. ბიჭი ბევრია. მომე? მე რა გაზრა გინდა? არ ვიცი. გავჭედეთ. მოგცემ გელა. აიღე და დადე პიცაზე ეს. სადაა პიცა? აქ. დავდო ესე? აია. აბა, აქ. ესე? დადე. ეხა ეს. ნელა. ესე. მომე ახალ, მიყვარს. კეჩების დროს ცოტა უნდა ჭამო. მომე დავალე. სადავდო. ესე? ჯერ ყველი უნდა დაგვეხეხა რა. რა? არა, აქეთ. აბა. მიდი, მან, ცოტა აქეთ, ესე. ესე? ხო თუ არა? დუნ 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 დუნ. კაი, ეხა დაგვრჩა ხო ეს და ყველი დავსო? დადე. სად? ნახე. კიდე ბევრი უქთათ ეს. მომე. ზორად ვაგდე? არ იყო კაცო. ყველი აიღე. აბა. რა, მე ვქნა? რაღაცაში დამეხმარი ვერ ხედავ. გამომართვე? ხელში, მომე, ხელში. აი აქ. მაგიდა სადაუ. ხარ მე თუ მე. ჯამში უნდა ქნა. ხელის. ჯამში ქენი. ჯამია და ქენი. რა ხდება, რა მედება, ბავშვია? ნელა. რაღაც სიძახის ეს გოგო და გადავთარგმნე. ნელა, თითი. რა გჭირს შენ კაც? ბიჭო, სად უსმე? ნახე, აი აქ. ნელა. საფეთკი. რა ეყო? ასე მუღმუიან, რატო გონია რომ გავიქებ? რა. აია. დავიხალე, აგძელეთ კაცო რა, ჭვალი დამადგა და სალფეტკი მინდა რა. და კოკაკოლა მინდა. რამე გამაკეთებინეთ. დაახეხე, ყველი დაახეხინე. აუ, გაგიმართეთ. შენც გინდა? აი, შენ არ მოიხსნა ეხა პირიდან. რა ვქნა აბა? რა არის ეს? ყველი ამოვიღო? გელა. რა, სად მოვაყარო ეგ მითხარით? მე ვიზამ. ცოტა რა? ქერი დააყარე. ცოტა აქეთ არა? მიდი, დაყარე. ოჩახ. ეხა აქეთ ნახე და აქეთ, ანუ აი აქეთ და აქეთ. ვერ ხედავ შვიდო. მიდი. ამოიღო. მიდი. ოჩახ. აქეთ, აი აქეთ. კაი, მორჩა. ეხა რა გვინდა კიდე? რა? მოკლედ, ნახე, გელა ეხლა უნდა მახსნად. ქვილი უნდა დავაყაროთ ჯარუნას. ხო. აი, რა ქვილი. აბა. ამოიღე, მოდი. ახტე. ქვილი ამოიღე, აი აქ. არის. და აქ ნახე, აქ არის ჟარონა, აი. მიდი, დაყარე. აი აქა. ოჩახ. ქენი? მეტი აღარ უნდა. მორჩა.
იგამია. ეხლა ეს უნდა გადმოვდოთ გელა. რა? ეს? გელა ეხლა დააფარე და ეს მელა. მესმის გავიგინეთ ამბობს რა. ეს გადმოდე ეხლა პიცა ხო გვაქვს და უნდა გადმოვდო ჯარუნაძე. აბა პიცა სად არის? გელა, ნუ ტიტყვი. აი ესა. ეს აი დასაწყისი. აი აქედან ნახე. აი აქ ხელისაც მქითეფი. ხო, აი. ავიღო? აი მე. ვაფშე შარონა სადაა? აქ ხო? მოდი სამივე ერთად ვქნათ რა. მიდი აბა. უნდა ნატიტყნი პიცა. იღება? რა ხდება? აბა ჰა ერთად ვცადოთ ერთად. გადაიდო? რა მოხდა? ვიხევი. ჩაიშალა? მამაზესია. რა ხდება? კაი, ეხლა რა შვებით, აბა? და სანამ გამოცხება მაქამდე რა ვაკეთოთ? ჩადე. გასმის? ალაგებს მანანა. დებს ღუმელში მანანა. მართლა? კაია. მოდი. სად ვიყავარ? ნელა. ეს არის მაგიდა. აქ იყავი. ან გავაკეთეთ პიცა? იგივაგინი. ყველგან პიცა სანამ გამოცხება. Come is tomorrow. მოკლედ მეგობრებო, ძლივს მომეცა საშუალება რომ ხმა მოვიღო. ეხლა რაღაც უნდა გითხრათ. რაც არის აიდუმო და ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ თქვენ გეტყვით რომ მე აქ მაქვს მეორე პიცა, რომელიც არის ძალიან ლამაზი და რომელიც არის ჩვენი გამოძახებული, ანუ მე შევუკვეთე და ჯერ არ იციან ესეთი პიცა. და ეხა ისე რომ ვერ დაინახავენ, ღუმელში შევდებ ამ პიცას და ის მახინჯი პიცა რომელიც გაქვს, უნდა გავაქრო რაღაცნაირად და ვითომ გელამ გააკეთა ესეთი ლამაზი პიცა, რასაც თავად არ დაიჯერებს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ვქენით, ისეთი საშინელი პიცა არ უბრალოდ გახსნებაც არ მინდა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან სახალისო იქნება, ანუ როგორც გადაღება დავიწყეთ, გამოძახებული მქონდა ეს პიცა. აქეთ მალავდი და ეხა რაღაცნაირად ის პიცა უნდა გამოვიღო და ეს შევდო. ვიცდები რომ ეგეც გადავიღო. აბა დროებით. იმედია გავგნდებიან მართა და გელა. როგორც იქნა ვლაპარაკო ბოღონდ ეხა მითხრეს რომ უნდა ვიხვიო და უკვე რავია რაღაც საჭიროა ვნახოთ. მაგრამ ვერ ვიხვევთ. კაი, წავიდა. მოკლედ ზადაა ჩვენი პიცა, როგორც გვატყობინებენ, ხო? დიახ. ჩვენი პიცა მზადაა და მოემართება ჩვენკენ. სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდება ჩვენს ოპერატორს და ჩვენს დამხმარეს, რომ ჩვენი პიცა წინ დაგვიდოს. მე მგონი ძალიან კარგი სუნები მოდის. კი და საინტერესო იქნება. კი ბატონო, ცოტა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს სავარაუდოდ. თქვენ რას ფიქრობთ, როგორი გემო ექნება ჩვენს პიცას? 10-დან რამდენს დაუწერთ? ჩემი აზრით ვიზუალურად იქნება 10-დან გულის ფორმა აქვს? არა. 10-დან 9 ვიზუალურად, გემოზე იქნება 10-დან 7. იცი რატო? იმიტომ რომ აი ეს ლორიას უქენით რა, აი მაგ ხელები მე არ მიყვარს პირადად და თან მაიონეზით მიყვარს ბოდიშით, ვიცი რომ არ შეიძლება რომ მაიონეზით მიყვარდეს, მაგრამ ჩემი აზრით ვიზუალურად იქნება მშვენიერი. გელა, შენი აზრით ვიზუალურად რამდენად კარგი იქნება? ვიზუალურად არ ვიცი, ვერ ხედავდი საერთოდ. მარა ანუ რა ვიზუალურად იქნება 10-დან 10 და გემოზე იქნება 10-დან 3. ხო არა? მეც ეგრე მგონია. თავარია ხახვები და მწვანილები და ისინი არ არის მაიონეზები. და არ იქნება ცუდი, კაი, 3 არა, 5 იქნება. თან მომრგვალ რაც. აია. მეგობრებო, ზად არის. ჩვენი პიცა წინ გვიდევს, ერთი წამი არა იხილოთ. მოკლედ, ჩვენ გამოვაცხეთ პიცა ბრმა ყრუ მუნჯის ჩელენჯის ფარგლებში და ესეთი გამოვიდა. ეხლა როგორც მატყობინებს ჩემი ოპერატორი წინ გვიდევს და მზად ხართ მეგობრებო, რომ ვნახოთ? უნდა გავახილოთ, მინდი მე დაანზადო. 1 გავახილოთ ხო? კი. 1 2 3 პროსი რა ლამაზია თქვენ გიჟები ხო არ ხართ ჩვენი პიცა სადაა? მიხადავები რა კაია ძალიან კარგად გამოცხა აუ, ესეც პიცას ჩვენ ვერ გავაკეთეთ. ვერ ბიჭო. ჩვენია რა კაია გიჟები ხო არ? ძალიან კაია და ჩვენი, აი ესეთი პიცა გავაკეთეთ ჩვენ? დადე, ჩვენ არ არის ჩვენი. აბა ვისია ბიჭო გულის ფორმა არ გავუკეთეთ. რა გული ბიჭო თან ძალიან ახალი ღუმელია იტყუებით რა. რა კაია აი, უგამეს პიცა. ეს პიცას თვალგახელი ვერ გავაკეთეთ. კაი, კიდე ერთხელ დავხუჭო სვალები. ჩვენი ნამდვილი პიცა ეთერში. გაიპრენ, კაი, თუ ვერა. თავიდან ოდნავ კი. ხო არა? ნივე შოკი არ ქონდა? 1 2 3 კაია? რა ულამაზესია. ზარე. მარკნა.
ეს რა ნიშნავს? ეხლა უკვე მგონი ეს ჯობს ხო გელა? დედა პიცა, გოგო, ეს თუ პიცა. ანუ არ გამოგვივიდა? ჩემს არ უნდა დავჩაგროთ და უნდა გავსინჯოთ. აჰა, დამეწყავს სიმჯოთ ხო. ჩემს ეს ნაწილი გემრიელი. აი მაიონეზი რო აკლია მაგიტო რა. აი მაიონეზი რა აკლია მართლა. და ნამდვილი საშინელება იქნება ხო? აი შენი პიცა რა საკეთებდი. აუ ვერც ჭრი. აი მართლა ნორმალურია. აუ ვერ ჭრი რა. ვიზუალმა არ მოგეთყოთ. უზუალს რო აია. დაწყრები დაუწერეთ. კი ამ ზეთიანი არაა და. მე არ გამისინჯია, მაგრამ მაგარია. რა, ეს ის არის თქვენი? ჰა? ეს ის არის თქვენი? ნაბევი განაცხები წო. ეს აბა. ბევრი დავაყარე. მინდა გავსინჯოთ კარგი პიცა. მგონი უკვე მზად ვართ რომ გავსინჯოთ მომავალში კარგი პიცა. ვერჩიეთ. მოკლედ ეს იყო მეგობრებო ჩვენი ვიდეო. სოფო არ გასინჯოთ ჩვენ პიცა. ეს იყო მეგობრებო ჩვენი პიცა. ასეთი გამოვიდა. დაუპრანკე ჩემი და ძმა და მგონი რაღაც მომენტში გამომივიდა და გაახალისა ჩვენი დღე. მეგობრებო თუ ბრმა ყრუმუნჯის პირველი ნაწილი არ გინახავთ აუცილებლად უნდა ნახოთ და ჩვენი ორი ერთმანეთის მეგობარი კომპანია გალფი და დროებით მომავალ შეხვედრამდე. ნუ მართლა კარგია. ხო ტელეფონი მომეცი გელა დაიფრანკა თუ არა მაინტერესებს.